დეპრესიულ მეგობართან ურთიერთობით შეიძლება თუ არა ეს დაავადება მეც გადამედოს. ეს კითხვა ზოგადად მომდინარეობს არასწორი წარმოდგენებიდან, რომ რაღაცა ძალიან ძველად იყო ესეთი თეორიაც კირებს, იქ დაავადება შეიძლება რა გარკვეულ ვირუსულ ინფექციასთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში. დღეს ასე არავინ არ ფიქრობს, მაგრამ ეს გადამედება, ასე ვთქვათ, ესეთი სიტყვა მაინც შემორჩა მენტალურ პრობლემებს და ხშირად ადამიანები თავს არიდებენ სხვადასხვა მენტალური პრობლემის მქონე ადამიანებთან, მათ შორის თვის ძალიან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. ზოგადად გადადება ესეთი რამე არ არსებობს ბუნებაში, არ შეიძლება რომ ეს გადაგვედოს, ეს არ არის ვირუსი ან ბაქტერია, რომელიც მოხდეს ჩვენი ინფიცირება და ეს დაავადება პირდაპირ გადმოვიდეს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შეიძლება უკვე მოწყვლადი ადამიანისთვის, რომელიც უკვე ზღვარზეა, ან უკვე აქვს გარკვეული დისბალანსი მენტალურ სტაბილურობაში, სხვა ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც გარკვეულწილად აქვს მენტალური პრობლემა, შეიძლება აღმოჩნდეს დამატებითი მასტრესებელი ფაქტორი. და შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეულწილად გამშვები მექანიზმი, ანუ ტრიგერი, რომ ახალი სიმპტომი შემოიტანოს. მაგალითად, შიშების შემთხვევაში ადამიანი, რომელიც აკვიატებული შიშებისგან არის მიდრეკილი, შეიძლება მას გაუზიაროს სხვა ადამიანმა საკუთარი შიშის შინაარსის შესახებ და ასეთმა ადამიანმა შეიძლება თავის სიმპტომებში შემოიტანოს ახალი შინაარსის შიში. ბუნებრივია ამის ასე ვთქვათ, ალბათობა არსებობს, თუმცა ვიტყოდი, რომ ალბათ ყველაზე სწორი მაინც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ადამიანი მიდრეკილი, რომ ახალი შიშები აიღოს და ასე ვთქვათ, აიკვიატოს სხვადასხვა ადამიანებისგან, თუ ეს შეიძლება ტელევიზორში ან სადღაც ინტერნეტში მოსმელი რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია იყოს, ეს ადამიანთან ურთიერთობის შეზღუდვა ამისგან მაინც არ გვიცავს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პირიქით ხარდაჭერა, თანადგომა, პირიქით თუ ჩვენ გვაქვს სწორი ინფორმაცია იმ ადამიანისთვის, გაზიარება, ფსიქოლოგიური ფსიქიკასთან დაკავშირებით დესტიგმატიზაცია, მხარდაჭერა და ცოდნის მიცემა და მხარდაჭერა ბევრად უფრო იმ ადამიანსაც დაეხმარება და ჩვენშიც გარკვეულწილად თვითდაჯერებულობის და თვითკმაყოფილების კუთხით ბევრ სასიამოვნო ემოციას გამოიწვევს, როდესაც სხვა ადამიანს დავეხმარებით და ეს ბუნებრივია ჩვენ ფსიქიკასაც უფრო დაიცავს და შეიძლება ჩვენთვისაც მომავალში უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, რომ ჩვენ დამოკიდებულებად საკუთარ მენტალური პრობლემების პრევენციასთან ან მართვასთან დაკავშირებით უფრო ეფექტიანი იყოს. ასე რომ არ არის გადამდები, ფსიქიკური დაავადება, ეს ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და როგორც ნებისმიერი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთან ურთიერთობა, როგორც არის ადამიანს კარდიოლოგიური პრობლემა აქვს, ალერგიული პრობლემა აქვს, თუ ენდოკრინოლოგიური პრობლემა, ასეთ ადამიანებთანაც ჩვენ უნდა გქონდეს ჩვეულებრივი ურთიერთობა და არა მარტო ჩვეულებრივი ურთიერთობა, არამედ ჩვენ მათ დახმარება და თანადგომა უნდა შევთავაზოთ ყოველთვის.